როცა ახალციხის პირველსახელო სკოლას გამიხსენებთ. უფრო მეტი, იგი ყოველთვის და ყველგან თვალწინ მიდგას და ამის მიზეზი ნამდვილად მარტო. ნახევარ საუკუნეზე მეტი დრო ამ სკოლის ფიზიკის კაბინეტში გავატარებ. ახალგაზრდების ფიზიკის ცოდნით შესაიარაღებლად. კიდეც გამიმართლდა. ბევრმა აირჩია უმაღლეს სასწავლებელში ფიზიკის ფაკულტეტი. შორს დაცვა არ ჭირდება. იმ კაბინეტში ახლა ჩემი შვილი აღიძენებს მუშაობას. ხოლო ამ სკოლის დირექტორი მაკა ჯანაშვილი ფიზიკოსია იმ კაბინეტში დაფრთხილებული. აგერ მეორე სასწავლო ნაწილის გამგემართალია ცოტათი მიღალადა, მაგრამ თავის როლზე ფიზიკას მათემატიკა ამჯობდა. ისე რომ ნაწილი მაინც არ აქვს. სკოლის კურსდამთავრებული ვაჟები მომავალ პროფესიას პოლიტექნიკურ ინსტიტუტში ეუფლებოდნენ. ეს იმას არ ნიშნავს, რომ სხვა საქმეებში წარმატება არ ჰქონდა. სკოლაში ფილოლოგები, ბიოლოგები, გეოგრაფები, ისტორიკოსები, დაწყებითი კლასის პედაგოგები, ინგლისური ენის სპეციალისტები ამ სკოლის კურსდამთავრებულებთან ერთად მეზობელი სკოლებისა და სხვა რაიონებიდან ჩამოსული პედაგოგები მოღვაწეობდნენ. კოლექტივის წევრების თითქმის ნახევარი აი ასეთი კოლექტივისა მოწვეული, მოსული, შემოსული და დაფრთხილებული პედაგოგებიდან. მათ ერთი მიზანი აქვს ახალი თაობის აღზრდა. ამიტომ გაერთიანებულები არიან განსხვავება არა იმაში, ის ამ სკოლის კურსდამთავრებულია თუ მეზობელი სკოლის პატივისცემს და მივესალმებ. განგებამ დღეს კიდევ ერთი სიხარული მაგისა. ჩემი საყვარელი სკოლის მესამე უბილის მომხრე გამხადა. მართალია არა როგორც მასპინძელი ეს წარსულში იყო, არამედ როგორც მოწვეული, მაგრამ აქ დამსწრეთა უმრავლესობა კარგად იცის, რომ ჩემი სამყარო სკოლა იყო და ამ სამყაროდან გარეთ არ გამიხედია. მე სამყარო სიცოცხლეს მიხარით ძლიერობდა და მომავლის იმედს მაძლევდა. ჩემთვის ეს ბედნიერება იყო და არის მივიცის ვიღაცისთვის შეიძლება სასარჩინოთი. მე დღემდე ვერ ვაცნობიერებ, სკოლა უფრო მიყვარდა თუ ჩემი სახლი, სადაც დღემდე ვცხოვრობ. ჩემსავე სკოლაზე შეყვარებული ბევრი პედაგოგია, ღვაწლმოსილიც და ახალგაზრდები. სხვადასხვა სფეროში მოღვაწე კურსდამთავრებულები, როცა ამის საშუალება ეძლევათ, ამაღლებულად გამოხატავენ მშობლიური სკოლისა და პედაგოგებისადმი მადლიერებასა და სიყვარულს. მეც რა გამრჩენია, ყველას მასპინძლებსაც და სტუდენტებსაც მოგილოცოთ სკოლის იუბილე. წარმატებები გისურვოთ პირად ცხოვრებასა და საზოგადოების საქმიანობაში. იშრომენ, იხარენ, იყავით ბედნიერი მრავალჟამიანი. ნამდვილად ორ დიდ დირექტორს შორის მომეწია ახლა ბრმა და ალბათ ძალიან დიდი პასუხისმგებლობა მაქვს ამ სკოლის წინაშე და ეხლა კი სიტყვას გადავცემ ჩვენი რაიონის გამგებელს ბატონ გელადე მეტრაძეს, რომელიც ჩვენი სკოლის აღზრდილია ასევე. Დიდი
ძალიან დიდი მადლია სკოლაში, რადგან დღეს ჩვენ ღონისძიებას ესწრება მეუფე თეოდორე და ეპისკოპოსი ჯუზეპე პაზოტო. ეს ნამდვილად კიდევ ერთხელ იმის მანიშნებელია, რომ საქართველო ერთიანია, მიუხედავად აღმსარებლობების განსხვავებისა. გთხოვთ მეუფე თუ მოგესალმებით ყველას ქრისტიანებს საყვარელებს მადლობა და ჩვენო უხუცესო მასპოსილო დირექტორებო და მასწავლებლებო ჩვენო ბავშვებო, ჩვენო მასწავლებლებო, ჩვენო სტუმრებო, ყველას ნამდვილად საფეხარულო დღე არის დღეს. საქართველოს საუკუნეების მანძილზე საფეხარულო ყოველთვის ძიმე მდგომარეობაში იყო და განიცდიდა და ძალიან ხშირად ქართველებს გვიხდებოდა ჩვენი ქართველობის დამტკიცება. ეს იყო ძალიან რთული საუკუნეების მანძილზე და ამას ძალიან ბევრი ჩვენი დიდი მოღვაწეები, ჩვენი შუგამამები, ჩვენი მეცნიერები შეეძინნენ და ერთ-ერთი ასეთი ადამიანი იყო მიხეილ თამარაშვილი, რომელიც ამტკიცებდა თავის ქართველობას, ამტკიცებდა იმას, რომ ის იყო ქართველი და ცდილობდა, რომ გამოეშორებინა ის გაყალბებული ისტორია, რომელიც სამწუხაროდ ძალიან ხშირად ხდება ჩვენ წინ, რომელსაც აყალბებდნენ ჩვენი დღეები, აყალბებდნენ ადამიანები, რომლებსაც სურდათ, რომ საქართველო მთლიანად აღგვილიყო იმისაგან მიწისგან. და თამარაშვილს, მიხეილ თამარაშვილს უდიდესი ღვაწლი მიუძღვის ამ საქმეში. მან ძალიან ბევრი სრულად განწყობილი ადამიანი გააჩუმა თავისი მეცნიერული კვლევით, გააჩუმა მეცნიერული დასაბუთებით იმისა, რომ საქართველოს ისტორია მოდიოდა ოდითგან და საქართველოში ყოველთვის ერი და ეკლესია იყო ერთად. საქართველოში ერთნი ვიყავით ყველანი, ერი და ეკლესია და ერთად ვცდილობდით, რომ დაგვეტანა ჩვენი ქართველობა. მიუხედავად იმისა, თუ ბედის უკუპარტობა ჩვენ გვარგუნა, რომ სამწუხაროდ სხვადასხვა სარწმუნოებები შემოვიდა საქართველოში, ჩვენ მაინც ვცდილობდით, რომ ყველა სარწმუნოების ადამიანი ქართველი ერთად დამდგარიყავით და ჩვენი ქართველობა დაგვეტანა. ჩვენი სიყვარული ისადმი, ჩვენი სიყვარული ერთმანეთისადმი. მაგრამ სამწუხაროდ ხანდახან ცოტა ჩვენი სიზარმაცით და მიხეილ თამარაშვილს ზემებით იწერს ერთ-ერთი საზოგადო მოღვაწე, რომ ძალიან გასაკვირია, რომ ასეთი ცნობილი ადამიანი ქართველი არის. ეს ძალიან სამწუხაროა და მე ხედავ, რომ დღეს იცვლება ეს რეალობა და ძალიან ბევრი ჩვენი ახალგაზრდა, ჩვენი ქართველი ცდილობენ, რომ ბევრი ისწავლონ, კარგად ისწავლონ, თავიანთი სწავლით დაამტკიცონ, რომ ქართველები შრომის მოყვარეები ვარ, ქართველებს გვიყვარს შრომა, სამწუხაროდ ზოგიერთებმა გაგვიკეთეს სახელი, მაგრამ ჩვენ გვიყვარს შრომა და სწავლა. და ამის მაგალითი არის ზუსტად პირველი სკოლა, ასევე რომელსაც დღეს 180 წლის თავი უსრულდება. მე მინდა მიულოცო ყველა ამ სკოლაში ყოფ ადამიანს და მე მინდა მთელ ახალციხეს მიულოცო, რადგან პირველი სკოლა ეს იყო ახალციხისთვის, არის ახალციხისთვის სიმბოლური სკოლა. ის იცვლიდა თავის ადგილს ხან ერთ ადგილზე მოქმედე და ხან მეორე ადგილზე, მაგრამ მთლიანად ის ახალციხის სიმბოლოა და მე მინდა ყველა ახალციხეს მიულოცო სკოლის 180 წლისთავი და რა თქმა უნდა პირველ რიგში ჩვენს დირექტორს მიულოცო სკოლის 180 წლისთავი და ყველა ახლო ადამიანს, ყველა იმ ბავშვებს, რომლებსაც სწავლობენ და გისურვებთ, რომ ყოველთვის
გაამართლოთ თქვენ და იყოთ შრომის მოყვარე. შრომის მოყვარეობის გარეშე ჩვენ ქართველობას ვერ გავიტანთ. ეს შრომა ჭირდება ყველაფერს იმისათვის, რომ დავამტკიცოთ ჩვენი ისტორია, არ მივცეთ არავის უფლება, რომ გააყალბოს ჩვენი ისტორია და ხან ეს დაგვიძახონ და ხან ის დაგვიძახონ. მე კიდევ ერთხელ მივუხავ ყველას დევაშენდეს განსაკუთრებით უკვე დავამ სკოლას და არსებიდან 180 თავს და ულოცავ თელს ჩვენს მეცნიერებას და ქართველობას მეტად თამარაშის გადაწყვეტილებიდან 100 თავს. მეტმა მრავალი ასეთი მოღვაწე მოუვიდო ჩვენს ქვეყანას ჩვენი ქვეყნის აკეთებს. დიდი მადლობა. ჩვენთან დღეს სტუმრად იმყოფება ამიერკავკასიის კათოლიკური ეკლესიის ადმინისტრატორი, ეპისკოპოსი ბატონი ჯუზეპე Micis la paraficatura abito formatori sicuri da qua. Il veli Roma ori jubile, ari vitis che sono da avevo paura barra resto e 30 anni. Da faro ma resto ubi spidero Camera Spidico erti boschi Davida e Zetta. Undo da uprometa la paracota di Vasha Mogda, upro da upro undo da. E saris specularis Adamianis da Cassia Teva. Binaris Adamiani Masci aris Zednis Trovna. Rossa da Carguri aris Zedna aris Mogda. O acredvestu sotto. Povo Roma Cevesci, come dice Zedna, upro sauchetesso, upro lamasi, upro quella per upro barla udaino. E da me ore Camara Spirico Mordelli e da sera Ceveni questa storia, ara Marto Robot Mesnieri Adamiani. Maga arame drogort musmune arame. Da me pipro Roma ceve unda visavlo mistarom historiaris isa de divis ad smerti Mohammed. Da ceve unda Davigo trovo Mohammed smerti ceve storie. Ceve storie si sacca tipo storia si ecclesis storia. Da es Tamara Spidi logo musmune Adamiani was le sasholevarom ardava cargo es Movaleoba. Robert Cristianevich ven vaxes Movaleoba. Ardava cargo rar mertima gaketa daketes ven shois. Esa es historia. Rossa c'è storia, kak deva mertis historia, aris c'è scovreva kak deva Robert Biblia. Robert Nandolini mertis mokvedeva. Da esa ricevi Milosla Twis, Twis, quella Twis, da Madrova, quella Frita Twis, la Tnobaku. განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ბატონი ნოდარ სურგულაძე. მოგესალმებით განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სახელით. ჩემთვის ძალიან დიდი პატივია ამ დღეს აკო ვინაიდან მრავალი იუბილეის წესდება. პირველი და ყველაზე მთავარი ქართველობის ბურჯის, ქართველობის ერის შოთა რუსთაველის პირველი საჯარო სკოლის აშენება. ამასთან ერთად ილოცავ დიდი ქართველებამდელი შვილის. ქართველობის შემნარჩუნებელის, იმიტომ რომ ხშირად კალამი იარაღზე უფროსლიერია. მიხეილ თამარაშვილი თავისი მოღვაწეობით აგებდა იმას, რომ ქართველობის ისტორია არ გაყალბებულა. როგორც მეუფე ბრძანა, იმ ადამიანების პასუხის გასაცემას, რომლებიც ქართველობას
ქართულ ისტორიულ ძეგლებს და ისტორიას გვიყვანდნენ ღირსი პასუხი გასცა ილიას მერე ქართველობის ამ კუთხით შესანიშნავი გამოვალი გამოჩნდა. ადამიანმა თავისი სიცოცხლე გასწია როს სიცოცხლეებს ამაზე უფრო სამართლიანს ალბათ შეიძლება არაფერი გააკეთოს. მე მინდა ასევე მიულოცო ეს იუბილეური სკოლის დირექტორს დიდი პატივია ჩვენთვის ისეთი ცოცხალი მემორია მემარკიანესთან ყოფნა როგორც თქვენ ახლა რომელმაც ეს სკოლა ღირსეულად 22 წლის მანძილზე უყმწონელა. მე მინდა მივესალმო პედაგოგებს და მე მინდა განმოგცეთ სასალმებელი სიტყვა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბატონ დიმიტრი შაშკინის. შოთა რუსთაველის სახელობის ახალციხის ნომერ 1 საჯარო სკოლის პედაგოგებსა და მოსწავლეებს ულოცავს სკოლის დაარსების 180 წლის იუბილეს. თითქმის ორ საუკუნოვან სკოლას ბევრი და სამახსოვრებელი ხარის წარმატებებს და ისეთივე ნიჭიერი თაობების აღდგას უსურვებ, როგორებიც ამ სკოლაში წლების მანძილზე სწავლობენ. ხარისხიანი განათლება ქვეყნის პრიორიტეტია. თანამედროვე და ინოვაციური საგანმანათლებლო გარემოს შესაქმნელად საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ყველა მიმართულებით აქტიურად მუშაობს. განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ქვეყნის კეთილდღეობისათვის აუცილებელ მიმართულებებსა და პროფესიებს. მასწავლებლებსა და მოსწავლეებს ხელს უთხოვს თვით რეალიზაციისათვის საჭირო ცოდნისა და უნარების შეძენაში. სამინისტროს მიზანია მომავალმა თაობებმა სრულფასოვანი განათლება მიიღონ, რათა წარმატებული გზით არჩევანი შეძლო. რეფორმების განხორციელების პროცესში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო განსაკუთრებულ მნიშვნელობას სამცხე-ჯავახეთის რეგიონის სკოლების განვითარებას ანიჭებს. მნიშვნელოვანია, რომ რეფორმების პროცესში ახალციხის ნომერ 1 საჯარო სკოლა ერთ-ერთი წარმატებულია. სწორედ ამ სკოლაში აღიზარდნენ ისეთი გამოჩენილი ქართველი მეცნიერები და საზოგადო მოღვაწეები, როგორებიც არიან მიხეილ ხამარაშვილი, პეტრე ხანიშვილაშვილი, ივანე და კონსტანტინე გვარამაძეები, ელენე დიდიმამიშვილი თუ შოთა ლომხაძე. კიდევ ერთხელ გილოცავთ სკოლის დაარსების 180 წლის იუბილეას. პატივისცემი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი. საგელი არ შემოსულა, მე კიდევ ერთი მცირე საჩუქარი გადავცემ ამ სკოლას და ამ სკოლის საამაყო ორშვილს. მე მინდა უთმო ჯემა ბაკალიძესა და თათია კოტაძეს. მე მინდა გადავცემ პრეზიდენტის საჩუქარი ჩემი პირველი კომპიუტერის ფარგლებში, რომლებიც მათ გადაეცათ იმ სასიხადულო სწავლისათვის, რაც მათ შეძლეს. ერთადერთი რამ ბავშვებს მოეთხოვება დღეს არის სწავლა და განათლება. იმიტომ რომ ამათ მაიციან მისი გორისა არის, ამათ მაიციან რომელი სკოლაში სწავლობენ და რა დაამთავრეს, რომელი კუთხის შვილები არიან. თქვენ მიხეილ ხამარაშვილის კუთხის შვილები. მე მინდა რომ ეს ღირსეული გზნობა მოიტანო და გააკეთოთ ის, რასაც სამშობლო ჩვენგან მოიგო. ღირსეული სწავლა. ილოცავთ. დიდი მადლობა ბატონ პრეზიდენტს, ბატონ დიმიტრი შაშკინს, სკოლის ადმინისტრაციას და ისეთი გამართულ სკოლის დამთავრებამდე კარგი